გმადლობთ, გამარჯობა ყველას. მოგესალმებით გადაცემაში ებრაული სამყაროს კვირეული არხზე i24 News English. მე ვარ ემილი ფრენსისი. ყოველ კვირას ჩვენ ვამახვილებთ ყურადღებას ამბებზე, საკითხებზე და პიროვნებებზე, რომლებიც საინტერესოა ებრაული თემისთვის აქ ისრაელში და დიასპორაში, გლობალურ ებრაულ საზოგადოებაში. და როგორც ყოველთვის ვიწყებთ ჩვენი კვირის მთავარი ამბებით ებრაული სამყაროდან. იხილეთ. ბონდი ბიჩის მასაკრის ეჭვმიტანილს ნავით აკრამს დამატებით 19 ბრალდება წაუყენეს. რის შედეგადაც მისი ბრალდებების საერთო რაოდენობა 68-მდე გაიზარდა. ახალი ბრალდებები მოიცავს მკვლელობის მცდელობას, განზრახ მკვლელობის მიზნით სროლას და იარარის გამოყენებას სხეულის დაზიანების ან დაკავების წინააღმდეგოს მიზნით. მას უკვე წაყენებული ჰქონდა ბრალდება მკვლელობაში, მკვლელობის მცდელობაში, ტერორიზმში, ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენებაში და ტერორისტული სიმბოლოს დემონსტრირებაში. მას შემდეგ, რაც გასული წლის დეკემბერში სიდნეიში, ავსტრალიაში, ჰანუქას დღესასწაულზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას 15 ადამიანი ემსხვერპლა. ესპანეთმა გასულ წელს ანტისემიტური ინციდენტების მკვეთრი ზრდა დააფიქსირა. 2025 წელს 69 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა წელთან შედარებით 86%-ით მეტია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სიძულვილის ინციდენტების საერთო რაოდენობამაც რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, სადაც ყველაზე დიდი კატეგორია რასიზმი და ქსენოფობია იყო. და შინაგან საქმეთა მინისტრმა საჯარო მოხელეები დაადანაშაულა ქსენოფობიური რიტორიკის გავრცელებაში. კოლუმბიის პრეზიდენტმა გუსტავო პეტრომ აღშფოთება გამოიწვია მას შემდეგ, რაც გაზეთის სვეტზე პასუხად Twitter-ზე დაწერა Heil Hitler. შემდეგ მან პოსტი დაიცვა და განაცხადა, რომ აკრიტიკებდა იმაზე, რასაც სტატიაში ფაშისტურ ენად მიიჩნევდა. ისრაელის ოფიციალურმა პირებმა და ებრაულმა ჯგუფებმა ეს განცხადება შეურაცხყოფელად და ანტისემიტურად დაკმეს. ბრიტანეთის მუზეუმის ლექცია ძველი ისრაელისა და იუდას შესახებ, რომელიც ებრაული კულტურისთვის ფარგლებში იყო დაგეგმილი, 2 კვირის შემდეგ ჩატარდა მას შემდეგ, რაც თავდაპირველად გაუქმდა. მუზეუმის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ლექციის მიზანი იყო იმ არტეფაქტების შესწავლა, რომლებიც ასახავს პოლიტიკურ და კულტურულ ძალებს, რომლებმაც რეგიონი 2000 წელზე მეტი ხნის წინ ჩამოაყალიბეს. თავდაპირველი გადადება მოხდა მას შემდეგ, რაც მუზეუმმა განაცხადა, რომ ზოგიერთი დარეგისტრირებული მონაწილე აპირებდა ღონისძიების ჩაშლას, რადგან უკმაყოფილო იყო ძველი და თანამედროვე ისრაელის შორის პარალელით. და ბოლოს, გვინეთ პელტრომ მოულოდნელი გამოჩენა მოახდინა რეკლამაში, რომელიც ეხებოდა 51 პარკს ჰერცლიაში მდებარე ელიტურ საცხოვრებელ კომპლექსს ისრაელში. კამპანია არის 2 კოშკის განვითარების პოპულარიზაციის ნაწილი, რომელიც 51 სართულს მიაღწევს და მდებარეობს ჰერცლიას პარკის გვერდით. პელტრო, რომლის მამაც ებრაელია, ინტერნეტში კრიტიკის ტალღას შეეჯახა. კრიტიკოსები მას ციტატა გენოციდის მხარდაჭერაში ადანაშაულებდნენ და მისი სოციალური მედია შეურაცხყოფელი კომენტარებით აივსო. თუმცა ის ერთადერთი ჰოლივუდის ვარსკვლავი არ არის, ვისაც ჰერცლიას ცათამბჯენები აინტერესებს, რადგან ლეონარდო დიკაპრიომ ჰერცლიას მარინაზე ბინების კომპლექსში დააბანდა ფული. ამ კვირას კანადაში ვიწყებთ, სადაც ანტისემიტური სიძულვილის დანაშაულები და ვანდალიზმის სხვა ფორმები გასულ წელს საგრძნობლად გაიზარდა. პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ აღიარა, რომ ქვეყანა ციტატა ვერ ასრულებს თავის ვალდებულებებს ებრაელი კანადელების მიმართ და ანტისემიტიზმთან საბრძოლველად საბჭო შექმნა. მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ებრაელები კანადის მოსახლეობის მხოლოდ 1%-ს შეადგენენ, ლიდერები და აქტივისტები მაინც დიდ იმედს არ ამყარებენ. ეხლა ჩვენთან ერთად ტორონტოდან ერთვება მეთიუ ტაუბი, ორგანიზაცია უპრობლემოდ ებრაულის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. მადლობა, რომ აქ ხართ და მიხარია, რომ ისევ ვხედავთ. მეც მიხარია თქვენი ნახვა, მადლობა მოწვევისთვის. თქვენ ნამდვილად იღებთ ლიდერობას და მუდმივად ხართ ხმა, მიუხედავად იმისა, რომ ყველგან დანაშაულისა და შიშის ატმოსფეროა. გულისხმობ მთელ მსოფლიოში, მაგრამ განსაკუთრებით კანადაშიც. პირველ რიგში ამ ვანდალიზმის, ფიზიკური თავდასხმებისა და სხვა მსგავსი შემთხვევების ფონზე, რას ფიქრობთ პრემიერ-მინისტრის ახალ საბჭოზე? და თქვენი აზრით ეს მხოლოდ სიტყვებია? პირველ რიგში ეს მხოლოდ სიტყვებია, მაგრამ ამასთანავე შეურაცხყოფელიცაა. იცით, როცა უყურებ ამ საბჭოს, რომელიც ანტისემიტიზმთან ბრძოლას ეძღვნება, პირველ რიგში საბჭოში მხოლოდ ერთი ებრაელი წევრია. ეს უკვე პირველი პრობლემაა. დანარჩენი წევრებიდან ორმა ერთმა მათგანმა სცა და ჰამასი და ჰეზბოლა ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოეყო. და კიდევ ერთი წევრი იყო ადვოკატი, რომელმაც ალბერტას უნივერსიტეტს უჩილა იმ საპროტესტო ბანაკების გამო, რომლებიც 7 ოქტომბრის შემდეგ ჰქონდათ. ესე რომ ეს ნამდვილად არ არის კომიტეტი, რომელიც ანტისემიტიზმთან ბრძოლის სურვილით არის შექმნილი. იცი, აქ ერთი ხუმრობაა, რომ თუ ვინმეს ანტისემიტიზმის უკეთ ცოდნა შეუძლია, ეს სწორედ ისინი არიან, რადგან ყველა მათგანი ანტისემიტია. მართალია, ვაუ, რატო? ანუ ეს საკმაოდ აშკარაა, როგორც შენ ამბობ, აი ისიც პრემიერ-მინისტრი, მაშინ რატომ ამბობს, რომ საბჭოს ქმნის საერთოდ? აშკარად ეს. არ არის ძალიან მტკიცე, როგორც შენ ახსენე.
ვიტყვი რომ ეს მთავრობისთვის ტიპიურია, ეს უფრო ბიუროკრატიაა. ეს კიდევ ერთი საბჭოა, რომ კიდევ ერთი ანგარიში დაწეროს, კიდევ ერთი ესე წაიკითხოს, კიდევ და კიდევ აკეთოს რაღაცები, რომ უბრალოდ დრო გააჭიანუროს. ჩვენ ვიცით რა არის პრობლემა და ვიცით რა უნდა აღინიშნოს. კიდევ ერთი დოკუმენტის დაწერა იმის გასარკვევად, რაც უკვე ვიცით, უბრალოდ დროის გარგვაა. ანტისემიტიზმის მიზეზი, ძალადობის ზრდის მიზეზი, ებრაული სინაგოგებზე ან სკოლებზე თავდასხმების ზრდის მიზეზი, ებრაული ბიზნესების, ყველაფრის რაც ამაშია ჩართული. ჩვენ არ ვჭირდება კიდევ ერთი ანგარიში. ჩვენ რეალურად უნდა დავიკავოთ პოზიცია იმ პრობლემის მიმართ, რაც არსებობს. მართალია და რაც შეეხება რესურსებს, პოლიციის ყოფნას, უსაფრთხოებას და ასე შემდეგ, რამე გაკეთდა ამ მხრივ თუ ყველა უბრალოდ დადის როგორც მოძრავი სამიზნე? გაუმჯობესდა. ანუ მოусმინეთ, ნამდვილად გაუმჯობესდა. ეხლა ხან ტორონტოში ისრაელის მხარდასაჭერი მსვლელობა ჰქონდა. 60,000 ძლიერი ებრაელი და მათი მოკავშირე გამოჩნდა, რომლებიც ისრაელის სოლიდარობისთვის ერთად მიდიოდნენ. ეს საოცარი მსვლელობა იყო. ამ წელს ისინი ბევრად უკეთესები გახდნენ. იცით, წინა წლებში გვიწევდა გავლა იმ ეგრით წოდებულ სიძულვილის კორიდორში, სადაც ასობით ანტიისრაელელი და ანტიებრაელი დემონსტრანტი საშინელ სიტყვებს ხვიროდა. წელს პოლიციამ უკეთ იმუშავა, მათი ყოფნა ბევრად უკეთესი იყო. მათ დემონსტრანტები დაახლოებით 50 მეტრით უკან დაახევინეს იმ ადგილიდან, სადაც ჩვენ ვიყავით და იყო ერთი ადგილი, სადაც მათ მაინც შეძლეს შემოსვლა. პოლიცია ამისთვის მზად არ იყო. როგორც კი ეს დავინახე, იქვე მივედი. ყველა ხაბადის ბიჭი იქ იყო, ამიტომ სპეციალურად დავიხუე თეფილინი მათ წინ. და ხო გესმით, თქვენ ნახეთ სიმართლე. საქმე მარტო ისრაელში არ იყო. ესე არ იყო. ისინი რაღაცებს კი არ მიძახოდნენ. ყველა მიცის ვინ ვარ, როგორც ადვოკატი. ამიტომ ჩემს სახელს ყვიროდნენ. და ეს არ იყო იმასთან დაკავშირებული, რომ თითქოს გენოციდს უჭერ მხარს. მოულოდნელად სიტყვები იყო ასეთი. შენ ნამდვილი ებრაელი არ ხარ. Wow. იცი, ნილაბი ჩამოვარდა. სტორია. Wow. ეს აღარ ეხებოდა იმას, რაც ისრაელში ხდებოდა. ეს იყო პირდაპირ თავდასხმა ჩემს იუდაიზმზე. და სწორედ აქ ჩამოვარდა ნირაბი. ეს არის სიმართლე. ახლა ხან თქვენ დაწერეთ სარედაქციო სტატია, რომელიც აშკარად ვიცი თქვენდან დიდ ძალისხმევას მოითხოვდა. ეს საკმაოდ ყოვლისმომცველი იყო. საუბრობდით გეგმაზე და იმაზე, როგორ სვედან ადამიანები პარასკევს საღამოს თავიანთ მაგიდებთან და ფიქრობენ, სად წავიდნენ, რა გააკეთონ. იცით, დარჩენაც ვარიანტია. ცხადია, არ არის აუცილებელი გინდოდეს სახლის დატოვება და დანებება, მაგრამ ხედავთ, რომ უფრო მეტი ადამიანი ალიას აკეთებს. თქვენი აზრით, რა არის გეგმაბო? გეგმაბა რაღაცა, ანუ ამაზე სტატიაში დავწერე, სადაც ყველა საუბრობს იმაზე, რას ვაკეთებთ შემდეგ. ამიტომ ეს საუბარი მიმდინარეობს კანადაში და ასევე აშერეშჩის დიდ ნაწილში, მაგრამ კანადაში უკვე ბოლო 2 წელია და ნახევარია. იცით, 7 ოქტომბრის შემდეგ დავიწყეთ საუბარი იმაზე, სად მივდივართ ახლა, რას ვაკეთებთ. და როგორც სტატიაში დავწერე, გეგმა A და გეგმა B იყო. იცით, ევროპიდან წასვლა და კანადა იყო ჩვენი გეგმა A და გეგმა B. ასე რომ საუბარია იმაზე, სად მივდივართ ახლა. და ბევრი საუბარი მქონდა, იცით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და სხვა უწყებებთან. როგორც არ უნდა იყოს, ალია საოცარი რამაა, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ თქვენ შეძლებთ 8 მილიონი ებრაელის მიღებას მომავალ წელს. ეს არის პირველი საკითხი. და ინფრასტრუქტურა არ არსებობს, მაგრამ საუბარი უკვე იმაზეა, დავრჩეთ თუ წავიდეთ. ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, წავიდეთ ფლორიდაში, წავიდეთ ტეხასში, წავიდით მაგალითად პანამაში. ან უბრალოდ გადავდგათ ნაბიჯი. მე ვფიქრობ, რომ ყოველთვის უნდა გქონდეს გეგმა B. That's what it is. სად მივდივართ. მაგრამ ამავე დროს, მე მჯერა განსაკუთრებით ჩვენი როლის გათვალისწინებით მსოფლიოში, რომ დიასპორა გჭირდება. ნახეთ, როგორ უარესდება მდგომარეობა კანადაში, სადაც 9 მილიონი ებრაელი ცხოვრობს. წარმოიდგინეთ, რომ აქ არც ერთი ჩვენგანი არ იყოს. ეს სულ სხვა საუბარი იქნებოდა. ასე რომ, გეგმა B არის, რას ვაკეთებთ? არიან ადამიანები, რომლებიც აიყარნენ და წავიდნენ. ხალხი წავიდა, სულად დატოვა კანადა. წაიყვანეს თავიანთი ოჯახები, თავიანთი სახსრები. ჩემი ბევრი მეგობარი ისრაელში გადავიდა. შემდეგ არის ახალგაზრდა თაობა, ჩემი საკუთარი შვილი, რომელიც ახლა ისრაელშია. ეს არის მისი მომავალი. ისიც ის ასე უყურებს ამას და ამბობს, მე არ მინდა გეგმა B. ეს არის ჩემი გეგმა A. დავამთავრე. ეს არის ჩემი გზა, ასე რომ ის ამით ცხოვრობს. მართლა საკმაოდა. უფრო ადვილია, როცა 22 წლის ხარ. სწორია, ზუსტად ასეა. მადლობა მეთიო, რომ აგზელებ ადვოკატირებას და უშიშარი ხარ. და უბრალოდ შეხედე შენს თავს. თუ ვინმე სხვა ვიქნებოდი, არავინ შეგეხებოდა პირადად, ასე ჩანს, რომ შეგიძლია თავი კარგად დაიცვა. მადლობელი ვარ, დიდი მადლობა. კარგი. ეხლა კიდე უფრო მეტი ანტისემიტიზმის შესახებ სიახლეები გვაქვს, ანუ აშკარად ხედავთ, რომ მზარდი ტალღა არსად მიდის.
მაგრამ ახლა 10-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია ირჩევს, რომ თავისი გზავნილი პირდაპირ აქ ისრაელში მოიტანოს, სრულიად მოულოდნელი მოკავშირეების ჯგუფთან ერთად, რომლებიც ყველა ნაცისტი დამნაშავეების შთამომავლები არიან. 4 ნიუსის ინგლისურენოვანი წამყვანი და კორესპონდენტი ნიკოლ ზედეკი მოგვითხრობს ამ ამბავს. ამ დღესასწაულებრივად განწყობილი ბრბოს დანახვისას ვერასდროს იფიქრებდით მათ მოულოდნელ კავშირზე. ისინი ჩამოვიდნენ 10-ზე მეტი ქვეყნიდან, ასობით მონაწილე ისრაელში ერია ხალხთა მარშისთვისთვის. მამები და ბაბუები ნაცისტები იყვნენ, მკვლელები იყვნენ და მათ არასდროს უთხოვიათ პატიება. ჩვენ ნახეთ, ჩვენ როგორც შთამომავლები, როგორც შვილები, როგორც შვილიშვილები, როგორც შვილთა შვილები, რომ მამა და ბაბუა ნაცისტები იყვნენ, მკვლელები იყვნენ და სულდათ ებრაელები. აქ იერუსალიმში წარსული დააწყო ერთ ადგილას ხვდება ერთმანეთს. ჰოლოკოსტის გადარჩენილები, ყოფილი ისრაელელი მძევლები და ნაცისტი დამნაშავეების შთამომავლები, ყველა ერთ ოთახში ისრაელში, რათა არა მხოლოდ წარსულს შეეჯახონ. არამედ შესაძლოა მომავალისკენ ხიდით შექმნან. ამ კვირაში ეს ხიდი ისრაელს გადაჭიმავს. მარშები ტარდება რამდენიმე ქალაქში, აშკელონიდან ჰაიფამდე. ფიქრობ უბრალოდ უნდა გაიცნონ ებრაელი მეგობრები თავიანთ საზოგადოებაში ან ისრაელში, ეწვიონ ისრაელს. ვიცი რომ ეს ჩემი დიდი ბებია ბაბუის დანაშაულია, მაგრამ პასუხისგებლობა მე შემიძლია ვიღო. და როცა ეს ახალი თაობა პასუხისგებლობაზე საუბრობს, ჰოლოკოსტის გადარჩენილები მომავალზე გზას გვთავაზობენ. შენ ეს არ გადიკეთებია. შენ ხარ ჩემი მამის მკვლელის შვილთა შვილი, მაგრამ ეს შენ არ გაგიკეთებია. და ყველაზე მეტად, შენ ამის შესახებაც კი არ იცოდი, რადგან ეს საიდუმლოდ შეინახეს. ირინე შახარი ბავშვობაში გადაურჩა ვარშავის გეტოს. წლების განმავლობაში ის საკუთარ თავს აძლევდა გამოწვევას, რომ ხმა ამოეღო, რადგან ანტისემიტიზმი და ანტისიონიზმი მთელ მსოფლიოში იზრდება. ერთ დროსაც კი დავფიქრდი, საერთოდ გადამედგა თუ არა ფეხი გერმანიის მიწაზე, მაგრამ მაინც გადავდგი. ეს გავაკეთე იმიტომ, რომ ვფიქრობ, 80 წლის შემდეგ ჩვენ შორის გადარჩენილებსა და ნაცისტების შთამომავლებს შორის რაღაც სახის ხიდი უნდა არსებობდეს. ეხლა ის ამ იმედს გადარჩენილთა ახალ თაობას, ყოფილ ისრაელელ მძევლებს უზიარებს. ყველაზე მთავარია მინდა მადლიერება გამოვხატო და მადლობა გადაუხატო აქ მშტომ ყველა ადამიანს. გაი გილბოა დალალისა და მისი მამის ელონისთვის ეს ღამე განსაკუთრებით ემოციური იყო. გასულ წელს, როცა გაი ჯერ კიდევ მძევლად ყავდათ გაზაში, ელონი გერმანიაში გაემგზავრა და ამავე მოძრაობას სიცოცხლის მარშს შეუერთდა. დღევანდელი ღამე განსაკუთრებულია არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მათთვისაც, რადგან გაიზე ლოცულობდნენ ყველა სახლში, ყველა ეკლესიაში ბოლო 2 წლის განმავლობაში. ისინი ლოცულობდნენ მისთვის, ტოვებდნენ მისთვის ცარიელ სკამს. ეს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მაშინ, როცა გრძნობ, რომ სამყარო უფრო და უფრო მტრულად განწყობილია. ჩვენ ვიცით, რომ ისრაელში ყველა ტყვეების დაბრუნებას ლოცულობს და მათ დაბრუნებას ელოდება. მაგრამ ჩვენ ვიცით, რა ხდება მთელ მსოფლიოში ანტისემიტიზმისა და სიძულვილის ფონზე. და როცა ესეთ ჯგუფს ხედავ, რომელიც ისინი ქრისტიანები არიან და ისეთ ძალიან უყვართ ისრაელი, მტკიცედ უჭერენ მხარს ისრაელს. და მათი ლოცვები და ღრმარწმენა ნამდვილად შემეხო. Nations' March მათთვის იყო გადარჩენის ზეიმი, მემკვიდრეობითი ტკივილის დაპირისპირება და მცდელობა, რომ მეხსიერება ქმედებად ექციათ. შოას, ჰოლოკოსტს არაფერ შეედრება, მაგრამ როგორც ადამიანები შეგვიძლია ვადაროთ გრძნობები. და ზუსტად ვიცი, რას გადიოდნენ ისინი, მეც ფრონტს მალავდი თავს, გვირაბებში ვიყავი, მე ჰაერი არ მაკლდა, რომ მესუნთქა. დიახ, მაგრამ ეს 80 წლის წინ იყო. და მე გადავრჩი. ისინი გადარჩნენ. და ეხლა ისინი, ვინც ყველაზე ბნელ პერიოდებს გადაურჩნენ, სთხოვენ შემდეგ თაობებს, რომ ეს ისტორია ქმედებად აქციან. მოდით ავაშენოთ ხიდი. მოდით ჩვენი ხელები, გულები და გონება გავაერთიანოთ. და მოდით ვიყოთ ერთი ხალხი, სადაც თქვენ დაუჯერთ მხარს ჩვენს ერს, ისრაელის სახელმწიფოს და იუდაიზმს. აღარასოდეს აღარ არის მხოლოდ სიტყვები. ამ ჯგუფისთვის ეს არის ის, რისთვისაც ღირს მსვლელობა.
იერუსალიმიდან ნიკოლ ზეტეკი, i24 News English-თვის. Kanye West-ი ბრუნდება ტურნეზე ან ბოდიშის ტურნეზე. ეს უკვე დაიწყო. გასულ კვირას ის გამოდიოდა ნიდერლანდებში, არნემის ქალაქში. და მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ფანმა მას თბილად მიესალმა, ჰოლანდიის ებრაული საზოგადოება სხვაგვარად გამოხატავდა თავის დამოკიდებულებას. ამსტერდამის ჰოლოკოსტის მუზეუმმა უარი უთხრა მის თხოვნას მუზეუმის მონახულებაზე. დეტალებს შემდეგ რეპორტაჟში ჯო ბრაუნი გაგაცნობთ. ჩვენ სევდიანები ვართ, მაგრამ ამ წეულებას ცეცხლს წაუკიდებთ, გვირდები. Kanye West-ის შეჩერებული მსოფლიო ტური ნამდვილად დაიწყო ნიდერლანდებში. არნემის ჰელრედომის სტადიონზე 2 ღამის განმავლობაში სულ 80,000 ადამიანი შეიკრიბა, რათა რეპერის კლასიკური ჰიტები მოესმინათ. და ვფიქრობ, დიახ, ეს მართლაც მამაცია და მისი მუსიკა ძალიან შთამაგონებელია. მისი სიმღერები კი გაფიქრებინებს, რა არის ცხოვრება და ურება და რაზეა ის. ეს არის IS პირველი სტადიონური ტური, მას შემდეგ რაც მას საჯაროდ ჰქონდა ანტისემიტური კრიზისი, რომელმაც ბოლო წლებში მისი კარიერა დაჩრდილა. მას შემდეგ რაც მან ინტერნეტში ათობით ანტისემიტური პოსტი გამოაქვეყნა, გაყიდა პროდუქცია სვასტიკით და თავის სიმღერაში Heil Hitler-ი ადოლფ ჰიტლერის სიტყვები გამოიყენა. როგორც ჩანს, სცადა თავისი ქმედებების მონანიება, მათ შორის კაბალისტ რაბი იოშიახუ იოსეფ ფინზელის მონახულება და სრულგვერდიანი რეკლამის გამოქვეყნება Wall Street Journal-ში. მან თავისი გამოხდომები ბიპოლარულ აშლილობას დააბრალა. მაგრამ ყველა არ არის კმაყოფილი ბოდიშით. მის მსოფლიო ტურნეზე გავლენა იქონია გაერთიანებულ სამეფოსა და ავსტრალიაში შესვლაზე უარმა, ხოლო პოლონეთში, საფრანგეთსა და იტალიაში კონცერტები მისი წინა სკანდალების გამს გამოუქვდა. თუმცა ნიდერლანდებში კონცერტები მაინც ჩატარდა, რადგან მისმა ფანებმა აპატეს და დაივიწყლეს. მე ვფიქრობ, რომ ის არ გულისხმობდა ყველაფერს, რაც თქვა. ეს მისი ბიპოლარული ეპიზოდი იყო. სიმართლე რომ გითხრათ, მე ყოველთვის მუსიკის თვალსაზრისით უყურებდი Kanye-ს. ყველაფერი დანარჩენი გვერდზე ბიპოლარულია. ეს არ ნიშნავს, რომ ის რეალურად ასეთი ადამიანია. და ვფიქრობ, მის ბოლო ბოდიში ეს ზედაპირზე გამოვიდა. მან გააცნობიერა, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში ნამდვილად ავად იყო, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ის გამოჯამრთელდება. მაგრამ ებრაული საზოგადოება ნაკლებად შემცნარებელია. ამსტერდამის ჰოლოკოსტის მუზეუმმა უარი თქვა არნემის მერის თხოვნაზე, რომ IM მუზეუმი მოენახულებინა. განაცხადეს, რომ მუზეუმი არ იქნება პლატფორმა, რათა ციტირებით, აღადგინოს ანტისემიტური განცხადებებით დაზიანებული იმიჯი. ნიდერლანდების ებრაული საბჭოს პეტიცია მისი გამოსვლის აკრძალვის შესახებ სასამართლომ უარყო. დიახ, მე აუცილებლად არ ვარ იმედგაცრუებული სასამართლოთი. მე იმედგაცრუებული ვარ ამ ქვეყნის ლიდერებით და იმ ადამიანებით, ვინც იღებს გადაწყვეტილებებს, რომ ეს მოხდეს. შეგიძლიათ დამალოთ თქვენი სასამართლო სირთულეების და შეუძლებლობების უკან, მაგრამ ასევე შეგიძლიათ მორალური ზღვარი გაავლოთ. მაგალითად, ეს არის ის, რისი ხელშეწყობაც გვინდა და ეს არის ის, რისი ხელშეწყობაც არ გვინდა. და ეს მორალური გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. ასე რომ Kanye გააგრძელებს გამოსვლას. ზუსტად ისე, როგორც მან გააკეთა არნემში გასულ კვირას და როგორც შეიძლება გააკეთოს იერუსალიმში მომავალ თვეში. და სანამ ის რეპს შეასრულებს, ხალხი გააკეთებს საკუთარ შეფასებებს. Floyd Mayweather იყო ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი და თვალსაჩინო ისრაელის მხარდამჭერი 7 ოქტომბრის მასაკრის შემდეგ. მან აქ ჩამოიარა და რამდენიმე მილიონი დოლარი შესწირა ისრაელსა და ებრაულ საქმეებს. ეს მიეწერა მის ყოფილ ბიზნეს პარტნიორს ილონა რეჩიც. მაგრამ ეხლა Mayweather-ი ცნობილი მოკრივე უჩივის მას $170 მილიონ ბიზნეს უთანხმოების გამო, რაც ნიშნავს, რომ მისი მხარდაჭერა ისრაელის მიმართ მომავალში გარანტირებული არ არის. აქედან მეტი ინფორმაცია i24 News-ის ინგლისურენოვანი წამყვანისა და კორესპონდენტის ნიკოლ ზედეკისგან. ებრაული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი ალიანსი სერიოზულ დარტყმას იღებს. და მე არ გულისხმობ რინგზე ბრძოლას. Floyd Mayweather-ი კრივის ლეგენდა და ისრაელის მხარდამჭერი. ეხლა უჩივის იმ ადამიანს, რომელსაც ბევრი მიიჩნევს, რომ სწორედ მან შეიყვანა იგი ებრაულ სამყაროში, მის ყოფილ მეგობარსა და მენეჯერს, ჯონა რეჩიც. დიახ, Mayweather-ი უჩივის რეჩიც $170 მილიონ. ადანაშაულებს თავის ყოფილ მენეჯერს თაღლითობაში სარჩელში, რომელიც ეხება თვითმფრინავებს, სამკაულებსა და კერძო დაფინანსებას. ამ სარჩელის ერთ-ერთი მართლაც საინტერესო ნაწილი სწორედ სამკაულია. Mayweather-ი ამტკიცებს, რომ ლექნიცმა მისი სამკაულის დაახლოებით $100 მილიონი გამოიყენა. $13 მილიონი სესხზე უზრუნველყოფის სახით. Mayweather-ის დაუცდათიავად. ლექნიცი ამბობს, რომ ეს სიმართლე არ არის და მას რეალურად აქვს მესიჯები, რომლითაც ამტკიცებს, რომ Mayweather-მა იცოდა ამის შესახებ და თანხმობაც მისცა. მაგრამ კაცისთვის, რომლის მეტსახელია ფული, Mayweather-ს ნამდვილად ბევრი ფინანსური პრობლემა აქვს.
არ არის, რომელსაც მეივეზერი ამჟამად ებწვის. სინოდურეში მან ასევე შეიტანა სარჩელი 340 მილიონი დოლარის ოდენობით Showtime-ისა და მისი ყოფილი მენეჯერის ალ ჰეიმანის წინააღმდეგ. მათ სხვა თაღლითურ სქემაში ადანაშაულებს და IRS-მა მეივეზერის წინააღმდეგ 7.3 მილიონი დოლარის საგადასახადო მოთხოვნა წარადგინა 2018 და 2023 წლების გადაუხდელი გადასახადების გამო. ეხლა დიდი კითხვა ისრაელელებისა და დიასპორაში მცხოვრები ებრაელებისთვის არის ზუსტად როგორ შეიძლება ამ ფინანსურმა პრობლემებმა გავლენა მოახდინოს მუფთი ურთიერთობაზე ისრაელთან. ეხლა რეკნიცმა თქვა, რომ სწორედ მან უბიძგა მეივეზერს გამოეჩინა თავი და დაეჭირა მხარი ისრაელისთვის, განსაკუთრებით 7 ოქტომბრის შემდეგ. და მეივეზერი ერთ-ერთი ყველაზე საჯარო, ხმამაღალი და ფინანსურად გავლენიანი ცნობილი ადამიანია, რომელიც ებრაულ სახელმწიფოს უჭერს მხარს. ის აქ რამდენჯერმე ჩამოვიდა 7 ოქტომბრის შემდეგ და საჯაროდაც და ფინანსურადაც ჩართულია ისეთ დიდ ორგანიზაციებში, როგორიცაა United Hatzalah და მაგენ დავით ადომი. ეხლა როცა ის ამ ფინანსურ პრობლემებს ებძვის, მთავარი კითხვა ისაა, გააგრძელებს თუ არა ის ებრაულ სახელმწიფოში ფულის ჩადებას, თუ 40 ბრძოლას სხვაგან ადაიტანს. რადგან მას ყურადღების გადატანა უწევს ისრაელიდან და ამ სამართლებრივ ბრძოლებზე, რომლებშიც თავად ირჩევს ჩართვას. ეხლა ნიუ-იორკში ნიუ-იორკელები აღფრთოვანებით ადევნებენ თვალს, როგორ მიიწევენ ნიუ-იორკ ნიქსის გუნდი NBA-ის ფინალებისკენ და ერთ-ერთი გულშემატკივრის სპონტანური მომენტის წყალობით მათ ახალი სლოგანიც აქვთ. მოусმინეთ. ჩემი ძმა მუსლიმი, ჩემი ბეიგლები ებრაული, ჩემი ქრისტიანული ნიუ-იორკი. ჩვენ მას დიორი მოსწონს, ეს არის ეს სლოგანია, რომელიც აერთიანებს იმ მრავალფეროვნებას, რაც ყოველთვის ახასიათებდა ნიუ-იორკს. და მიუხედავად იმისა, რომ 4-ში ვერ გაიმარჯვეს, ბევრს აინტერესებს, რამდენად ებრაულია ბეიგლები ნიუ-იორკში. აი მოკლე მიმოხილვა ბეიგლის ისტორიაზე ებრაელი ამერიკელების კონტექსტში ჯონათან სარნასგან, რომელიც ბრანდაისის უნივერსიტეტში ებრაული ამერიკული ისტორიის პროფესორია. ბეიგლები აღმოსავლეთ ევროპაში დაიწყო და მიზეზი, რატომაც ისინი მრგვალი იყო, რაც მათ პულს განასხვავებდა, ის იყო, რომ ხალხი, განსაკუთრებით ებრაელები, ძაბსავლებდნენ ბეიგლებში და ასე დადიოდნენ ქუჩებში. და რა თქმა უნდა, რადგან მრგვალია, ეს ადვილი იყო. მათი გადატანა ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე პურის. აღმოსავლეთ ევროპის ებრაელებმა ეს ამერიკაში ჩამოიტანეს. თავდაპირველად ბეიგლები უფრო პრეცელებს გავდა. ისინი პატარა იყო, უფრო კრეკერის მსგავს ასახემსებელს გავდა, ვიდრე ნოხიერ საკვებს. მაგრამ დროთა განმავლობაში ამერიკაში რაღაცნაირად ყველაფერი გადაჭარბებულად გაიზარდა. ყველაფერი უფრო დიდი ხდება. ბეიგლებმაც იგივე განვითარება განიცადეს. ალბათ ეს ტექნოლოგიებსაც უკავშირდება. მე-20 საუკუნეში, განსაკუთრებით 2 ომს შორის წლებში, ბეიგლები პირველად ნიუ-იორკში პოპულარული გახდა და შემდეგ სხვა ადგილებშიც გავრცელდა. ეხლა ისინი სხვადასხვა ადგილას განსხვავდებიან. მონრეალის ბეიგლები ოდნავ განსხვავებულად მზადდება, ვიდრე ნიუ-იორკის ბეიგლები. ამიტომ ნიუ-იორკელები ძალიან ამაყობენ თავიანთი ბეიგლებით. იყო ერთი გაერთიანება, ძირითადად ებრაული და ნაწილობრივ კომუნისტური, რომელიც ამ ბეიგლებს ნიუ-იორკში ამზადებდა. და როგორც ბევრი ეთნიკური საჭმელი, ის ხალხის გონებაში ებრაულ თემთან ასოცირდა. და როცა კრემკველი, რომელიც ასევე მე-20 საუკუნის გამოგონებაა ებრაული კომპანიის მიერ, დაემატა მას და შემდეგ ლოქსი, რომელიც ასევე ებრაელებს უყვარდათ. ასე რომ მთელი კერძი ჰქონდათ ბეიგელი, ლოქსი და კრემყველი, რაც ებრაელებს ეგონათ, რომ ძმელ დროში მიდიოდა. 1000 წლეულების განმავლობაში სერვირდებოდა სინაის მთაზე, მაგრამ სინამდვილეში აღმოსავლეთ ევროპაშიც კი უცნობია. ბეიგელი, ლოქსი და კრემყველი ამერიკაშია ცნობილი. და მხოლოდ 1960-იან წლებში, როცა ლენდერის ოჯახმა გაარკვია, როგორ გაევრცელებინა ბეიგელები მთელ ქვეყანაში, გაეყინათ, ავტომატიზაცია მოეხდინათ და ასე შემდეგ, მხოლოდ მაშინ გაიგეს ბევრმა სხვა ამერიკელმა ბეიგელების შესახებ.
მაგრამ მანამდე ისინი ძირითადად იმ საზოგადოებებში იყო გავრცელებული, სადაც ბევრი ებრაელი ცხოვრობდა, განსაკუთრებით ნიუ-იორკში. ამიტომ ნამდვილად აზრიანია ასეთი სლოგანის ქონა, რომელიც აკავშირებს ეთნიკურ საკვებს, რომლითაც ნიუ-იორკის ებრაული საზოგადოება ამაყობს სხვა ელემენტებთან, რომლებიც ნიუ-იორკს სხვა ადგილებისგან გამოარჩევს, მათ შორის ნიქსთან. ამით დასრულდა ებრაული სამყაროს კვირეულის ამ კვირის ეპიზოდი. დიდი მადლობა ყურებისთვის. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ეწვიოთ IOC4 News-ის ინგლისურ YouTube არხს, ჩვენს ვებგვერდს, ასევე ჩვენს სოციალურ მედია პლატფორმებს, რათა ნახოთ ეს და წინა ეპიზოდებიც. მე ვარ ემილი ფრენსისი. შალომი თელ-ავივიდან და გისურვებთ შესანიშნავ კვირას.